ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ოცნების მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზად ყოფნა განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას დაწერა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძემ. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერების შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 37 წევრი ქვეყანა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, ანუ EUTOS მიმართავს საქართველოსთან დაკავშირებით და შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო. შესაბამის თარგმანს რადიო თავისუფლება ავრცელებს. ისინი მოუწოდებენ საქართველოს დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და EUTOS ინსტიტუტებთან. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო. თებერვალში ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ ჩვენ სამწუხაროდ მომსწრე გავხდით იმისა, თუ რა შემდგომ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება თავისი დემოკრატიული და უფლებადაცვითი ვალდებულებებისგან გასვლის თვალსაზრისით, წერია 11 აპრილის გავრცელებულ განცხადებაში. განცხადება EUTOS 37 წევრი ქვეყნის სახელით გავრცელდა EUTOS-ში გერმანიის ელჩის მიერ, სუზან შიუტცის. მისი განცხადებით შეშფოთებას იწევს შემდეგი მთავარი საკითხები: საკანონმდებლო გზით სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის არ დაკისრება და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ დაუდგენელი ჯგუფების მხრიდან ძალადობა. ასევე წინასწარი პატიმრობის გაუმართლებელი ხანგრძლივობის ვადები და ცნობები წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. რატომ არ გამოიყვანა ზაზა გოგავამ მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინმემ დაავალა? ეს კითხვა თეა წულუკიანმა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში აქტუალური თემა მაკაცინცაძესთან ერთად დასვა. ის ამბობს, რომ ზაზა გოგავამ კომისიის ხდომაზე ეჭვები ვერ გააბათილა. მისივე თქმით, მარტივ ენაზე, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძეს სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმა? ვერავინ ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვი ჭირდება თავისი მშობელის სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, მას გონია, რომ ზაზა გოგავამ მიიღო დავალება, რადგან სააკაშვილის მიზანი არ უნდა ყოფილიყო ცხინვალი და მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა, იმიტომ რომ შემდეგ ლამაზად უნდა დამდგარიყო ტრიბუნასთან და ეჩვენებინა მსოფლიოსთვის რუსეთი რა ბოროტია. გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო პარლამენტთან დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 15 საათზე შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ქართული ოცნების წარმომადგენლების ნარატივი აგვისტოს ომის გმირებთან და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან მიმართებით ყოველგვარ ზღვარს ცდება. მათივე თქმით, ანწუხელიძის მიმართ ქართული ოცნების შეურაცხყოფა საზოგადოება არ აიტანს. დღეს თბილისში კიდევ ორი აქციაა დაგეგმილი. პროტესტის 124 დღეს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება. თბილისში მოქალაქეები 19 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბებიან, შემდეგ 20 საათზე რუსთაველის გამზირზე. გორში 17 საათზე აქცია გაიმართება საკრებულოს წინ, 18 საათზე ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლთან, ბათუმში ასევე 19 საათზე სამშობლოს სამსახურში აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ზუგდიდში 19 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის წინ, თელავში 19 საათზე მერიასთან, ქუთაისში 19 საათზე ასევე მერიის წინ, ჭყოროწყუში კი 20 საათზე. გაბედი პროტესტი ყოველდღე გაიმართება მერიის წინ. მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის ქმედებებით ტრამპი იმედგაცრუებულია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა სრულად მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ კონფლიქტის ორივე მხარის მიერ გამუდმებით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ბრძოლა შეწყდეს და ომი დასრულდეს. გვჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე გავლენის მოხდენად ბერკეტები გვაქვს და ჩვენ ამ ბერკეტებს გამოყენებას ვაპირებთ, განაცხადა ლევიტმა. მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უოტკოფის რუსეთში ვიზიტი და რუსეთის პრეზიდენტთან პუტინთან შეხვედრა დიპლომატიურ პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ გუშინ სტივ უოტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა 4 საათნახევარს გაგრძელდა და კრემლის ინფორმაციით განხილვის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო.